პირველი არხი წარმოგიდგენთ. საღამოშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა თუ ახალი გაერთიანებები ძალთა რა გადანაწილებებია მოსალოდნელი ოპოზიციურ ფლანგზე. ლევან გაჩეჩილაძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის პარალელურად მედიაში კვლავ აქტუალური გახდა ალასანიას ალიანსის შესაძლო დაშლის და ეროვნულ ფორუმთან თანამშრომლობის თემა. რა გზას ადგას და რისთვის ემზადება ოპოზიცია? პოლიტიკური პარტიების ნაწილი ნებისმიერი არჩევნებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. განსხვავებულად უყურებს პროცესებს ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციას რუსეთის სპეცსამსახურებისაგან გამიჯვნეს და რუსულ ფულზე უარის თქმას ურჩევს. მოსალოდნელი ალიანსები თბილისის ცენტრალურ გამზირზე შემორჩენილი კარვები და ქუჩის აქციების გზით ხელისუფლებასთან ბრძოლის სამი თვე. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ახალი პოლიტიკური გადაჯგუფებები ოპოზიციაში. რასახის გაერთიანებას ქმნის ლევან გაჩეჩილაძე, ვის თანაპირებს თანამშრომლობას ირაკლი ალასანიას გუნდი. ვინდა როგორ ემზადება არჩევნებისთვის და როგორ აფასებენ შესაძლო ახალ ალიანსებს პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ გვერდზის სისტემა, ჩვენ გვერდზის ძალადობა. ამიტომ სისტემას უნდა უპასუხოთ კონსოლიდაციით. ხედავთ, რომ ალიანსი კიდევ უფრო მჭიდროდ დგას ერთად და კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენი მომავალი ურთიერთობა ამ ორგანიზაციასთან, საზოგადოებრივთან იქნება მჭიდრო, როგორც სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას შესაძლებლად მიაჩნია შეიცვალოს არსებული ხელისუფლება და შეიცვალოს მხოლოდ არჩევნების გზით. რუსეთის სახელმწიფო ინტერესები ერთიანდება იმისათვის, რომ საქართველოში შექმნას პოლიტიკური დასაყრდენი. ამ მიზნით გააქტიურეს სწორედ კახა თარგამაძე, რომელიც ცდილობს თავის ფულითა და გავლენებით საქართველოში შექმნას პოლიტიკური ძალა. იცვლება თუ არა ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია და რა მიზნით იქმნება ახალი ალიანსები. ზურაბ ბაბაშიძე, ბაჩუკი ქარდავა, ვახტანგ ბალავაძე პირველი თემის სტუდიაში. მაშინზე პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ალიანსის საქართველოსთვის წევრი ზურაბ ბაბაშიძე. საღამოშვიდობის ბატონ ზურაბ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ზურაბ, ისევ აქტუალური გახდა ძალთა შესაძლო გადანაწილებების თემა ოპოზიციაში და ამ ახალი გაერთიანებების შექმნის კონტექსტში გაიჟღერა ალიანსის სახელმაც, მაგრამ სანამ კონკრეტულად ამ საკითხების საუბარი დავიწყოთ, ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნით დაიცავი საქართველო, ასე ერქმევა ამ მოძრაობას. თქვენ დღეს უკვე გააკეთეთ კომენტარი ამ საკითხზე. რა ურთიერთობა ექნება თქვენს ალიანს ახალ მოძრაობასთან? პირველ რიგში ჩემთვის ცნობილი იყო რამდენიმე დღით ადრე, რომ ლევან გაჩეჩილაძე აპირებდა ესეთი ინიციატივით გამოსულიყო, რომ შეექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს სახელით. ეს უნდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად საზოგადოებრივი ტიპის ორგანიზაცია, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ვინაიდან მასში არ ერთიანდებიან პოლიტიკური ძალები, პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ. ეს იქნება წმინდად საზოგადოებრივი სახეებით დაკომპლექტებული იმ ადამიანები, რომელსაც კარგად იცნობს დღევანდელი ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება. და ვფიქრობთ, რომ ამ ორგანიზაციასთან გვექნება ისეთივე ურთიერთობა, როგორც გვაქვს სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, როგორც არის საზოგადოებრივი დარბაზი, ქართული აკადემია და ამ მოძრაობას აფუძნებს პოლიტიკოსი, რომელიც იყო აქამდე და არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა დღეს ისიც განაცხადა, რომ კონსულტაციებში ამ მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციური ძალებიც იყვნენ ჩართულნი და მიმდინარეობდა კონსულტაციები იმაზე, ჩამოყალიბებული იყო საზოგადოებრივი პოლიტიკური თუ პოლიტიკური მოძრაობა, მაგრამ შემდეგ განაცხადა რომ არჩევანი შეჭერდა საზოგადოებრივ მოძრაობაზე. იყო, რა თქმა უნდა, ამაზე კონსულტაციები, ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო გარკვეულწილად უფრო დიდი გაერთიანება, მოგეხსენება 9 აპრილიდან დღემდე მოყოლებული არსებობდა რაღაც პოლიტიკური მაგიდა, სადაც იყვნენ გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მაგრამ რაღაცა პერიოდმა შემდგომ გვაჩვენა 26 მაისის შემდგომ დავინახეთ, რომ არსებობს რაღაცა სხვა რეალობები, სხვა ურთიერთობები უნდა დაგვეწყო ერთმანეთთან. ლევან გაჩეჩილაძეს ჰქონდა იდეა, რომ ჩამოყალიბებულიყო უფრო მჭიდრო ურთიერთობები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს შორის და ამ კუთხით გამართულიყო შემდგომი ეტაპი, თქვათ, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის, მაგრამ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მიიჩნიეს, რომ მათ ურჩევნიათ დარჩენი თავიანთ
პარტიებში და არ გაერთიანდნენ რაღაც ამ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ჩვენ პირადად ვიცით რომ არსებობს ალიანსი საქართველოსთვის, რომელშიც არის სამი პოლიტიკური ძალა, ჩვენ უკვე უახლოეს დღეებში ვაყალიბებთ ჩვენ უშუალო პოლიტიკურ პარტიას. ამაზეც დაუბრუნდეთ კი ბატონო და ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ლევანთან დაწყებული 9 აპრილიდან დღემდე მქონდა საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა, იცით რომ ჩვენს ვიყავით ამ 9 აპრილის საორგანიზაციო კომიტეტში, ერთად გეგმავდით იმ აქციებს, აქედან გამომდინარე, მასთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა პოლიტიკურ თვალსაზრისით, მაგრამ ეს უკვე ლევანის არჩევანია თავად რომ მან გადაწყვიტა რომ ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობა. საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც იქნება აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. საზოგადოება არის პოლიტიზირებული, იქნება ძალიან ახლო კონტაქტი ოპოზიციურ ძალებთან და მის აქტივობებთან. ანუ ხომ არ იქნება შტაბ-ბიჭდილობა, ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები და საფუძვლად უდევს პოლიტიკური საარჩევნო. მე ვერ ვიტყოდი თლად ესე, იმიტომ რომ დღეს შეიძლება ითქვას რომ თვითონ საზოგადოება საქართველოს საკმაოდ პოლიტიზირებულია, შეიძლება ითქვას რიგითი მოქალაქეებიც არიან ჩართული პოლიტიკაში, ყველა მეორე ლაპარაკობს არსებულ ვითარებაზე, აქედან გამომდინარე, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თავისთავად ბუნებრივად ექნება პოლიტიკური დატვირთვაც. ამას არ ეკნება რაიმე პარტიის, როგორც პარტიის ფორმა არ ექნება, მაგრამ თავისთავად პოლიტიკური დატვირთვა ექნება, იმიტომ რომ იქ იქნებიან ისეთი ადამიანები წარმოდგენილი, რომელსაც ხედავთ ყოველდღიურად და აქტიურად არიან, თქვათ, არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოების წარმომადგენლები, რომელიც გარკვეულწილად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და აფასებენ ამ ხელისუფლების საქმიანობას ან ურთიერთობენ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ოპოზიცია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კონსულტაციებში ამ მოძრაობის შექმნას და აპირებს ამ მოძრაობასთან თანამშრომლობს, რას ეუბნება ახალ სამით საზოგადოებას? ასეთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები მსგავსად პოლიტიკური პარტიების საკმაოდ მრავლად არის საქართველოში. იცით რა, მე უფრო დავინახავდი ამას იმ კუთხით, რომ ეს უფრო კოორდინირებული შესაძლებელია იყოს, კონსოლიდირებული იყოს უფრო მეტი ძალების თვალსაზრისით და სხვა დარჩენილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო მჭიდროდ გაერთიანდნენ ამ საერთო ორგანიზაციას, რაც იყო იდეა ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის დაიცავის საქართველოს სახელით. ისე რომ ამას დავინახავ და ალბათ უფრო უმჯობესი იქნება თვითონ შემდგომში იქნება საშუალება რომ ლევანმა დეტალურად ილაპარაკოს, თქვა რა მიზნები ექნება, როგორ განვითარდება მათი საქმიანობა, როგორ დაუჭერენ იგივე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ისინი მხარს, ვის მიმართ მეტი სიმპათია ექნება და ვის მიმართ ნაკლები. ამას უკვე პოლიტიკური ცხოვრება გვაჩვენებს ამას რეალურად და იგივე ჩვენ დამოკიდებულებას ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან. ბატონ ზურაბ, იმის შესახებ რომ არჩევანი საზოგადოებრივ მოძრაობას გაკეთდა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში უცხოეთი და სხვა ქვეყნებიდან თანხის მიღება, გრანტის მიღება იქნებოდა უფრო ადვილი, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური პარტიის შექმნის შემთხვევაში. არ ვიცი ნამდვილად, იმიტომ რომ უცხოეთიდან დაფინანსების საკითხი პოლიტიკურ პარტიას რაც შეეხება, ეს გაწერილია კანონით, რაც შეეხება ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, არ ვიცი ხა ამას იურიდიული ფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია დაერქმევა თუ არასამეწარმეო იურიდიული პირი, ასევე ის მოექცევა იმ საკანონმდებლო სივრცეში, კანონის სივრცეში, რომელშიც არსებობთ ყველა ჩვენთაგანი და ისე მიიღებს იმ დაფინანსებას, როგორც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. თუ რაიმე ეჭვები არსებობს, რომ რაღაცა უცხოური ძალები ამას და რაღაც ოდიოზური ძალები ამას დააფინანსებენ, ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ აქვს ინფორმაცია. გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძის ბერლიში კახათ არგამაძესთან შეხვედრის შემდეგ და ხელისუფლებამ გამოთქვა ეჭვები, რომ შესაძლოა სწორედ ეს თანხა იდგეს ამის უკან და პლუს ამას დავამატებდი კიდევ, რომ გაჩეჩილაძის მოძრაობის შექმნა დაუკავშირდა კახათ არგამაძეს, ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა დავით გამყრელიძე და მისი ახალი მემარჯვენეები გადავიდნენ და ლევან გაჩეჩილაძისგან, რადგანაც ხელისუფლების განცხადებით თავის დროზე სწორედ ახალი მემარჯვენეები შექმნის უკანაც იდგა კახათ არგამაძე. ეს ნამდვილად ესე არ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ თუ რეალურად იგივე კახათ არგამაძე ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ესეთი მიუღებელია დღეს ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოებისთვისაც შესაძლოა, თუ ისინი აპირებენ ამ ორგანიზაციის დაფინანსებას, მაშინ ამასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს რაიმე მტკიცებულებები სამართლებრივი. ეჭვის დონეზე და ვარაუდის დონეზე ლაპარაკი არასერიოზულად მიმაჩნია, თუ არსებობს რეალურად რაიმე საფუძველი
ვინმეს მხრიდან იგივე ეს უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პირველ რიგში და არა პოლიტიკოსების მხრიდან, ვინაიდან ისინი ეკნობიან რაღაც ინფორმაციას ოპერატიულს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ და ამის შემდეგ გავაკეთებთ ყველა ის პოლიტიკური ძალა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება დავით გამყრელიძის საკითხს, ეს დავით გამყრელიძე და ახალი მემარჯვენეები რჩებიან ალიანსის სივრცეში და ალიანსი საქართველოსი ჩვენ არ ვაპირებთ რომ ერთმანეთს გავემიჯნოთ, ვინაიდან რჩება ეს ალიანსში სამი სუბიექტი, ახალი მემარჯვენე რესპუბლიკური პარტია და ჩვენ პარტიას ერქმევა ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატები. მომავალში გამორიცხავთ რომ ახალი მემარჯვენეები გაემიჯნონ უახლოეს მომავალში ალიანსს რო გაემიჯნონ, ასეთი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, ვინაიდან ჩვენ არ გვიმსჯელია ამ საკითხზე დაშლის თაობაზე. ჩვენ პირიქით საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი პარტია შევქმნათ და შემდგომ ჩვენი ურთიერთობები ალიანსის პრინციპით გავაგრძელოთ და პირიქით არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ალიანსი დიდ გაფართოვდეს და უფრო ფართო მასშტაბიან ბრძოლაზე გადავიდეს. რადგანაც ხელისუფლების ეჭვებზე და განცხადებები გავიხსენეთ, ასეთი განცხადებაც გაკეთა უმრავლესობის მხრიდან, რომ დღეს ალიანსი საქართველოსთვის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის ლიდერები ერთმანეთს საკუთარ საქმიანობას უმალავენ, აშკარად ჩანს, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტში ისეთი დეზინტეგრაციის პროცესია დაწყებული, როგორც არც ერთ სხვა დანარჩენში. კომენტარი ამასთან დაკავშირებით ხა თავისთავად ჩვენ არა ვართ ერთი პარტია არ არსებობს, ეს ალიანსი არ არის ერთი პარტია, შეიძლება ასე ითქვას. თუ არის ერთ პარტიაში შეიძლება იყოს 100 სხვადასხვაობა, მაგრამ იმ რაც შეეხება იმ შეხვედრას, რომელიც ესეთი ანგაჟირებულია საზოგადოებისთვის, რომ დავით გამყრელიძე ესწრებოდა კახათ არგამაძესთან შეხვედრას ბერლინში. ამის თაობაზე ირაკლი ალასანიამ ნათლად ისაუბრა, თქვა რომ ეს იყო მისი კერძო საკითხი, ეს არ ეხებოდა ალიანსის თემას და არ შედიოდა ალიანსის პოლიტიკურ დღესდღეში არ იდგა. თქვენი პოლიტიკური გუნდისთვის მისი პირადი შეხვედრები ბატონო. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის არ არის მისაღები ურთიერთობები ისეთ ადამიანებთან, როგორც არის კახათ არგამაძე და ამას პირდაპირ ვაცხადებთ. მისგან ჩვენ არანაირ დახმარებას ან პოლიტიკურ რჩევებს არ ვიღებთ. რაც შეეხება დავით გამყრელიძეს, მან განაცხადა, რომ მას აქვს ურთიერთობები ამ ადამიანთან დიდი ხნის განმავლობაში და მომავალში როცა მოუნდება, ისევ შეხვდება. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, კახათ არგამაძეს ჩვენ არანაირი პოლიტიკური კავშირი მასთან არ გაგვაჩნია და არც ვაპირებთ, რომ კონდეს. ანუ ეს თქვენ შორის უთანხმოების მიზეზი არ გამხდარა. ეს არ დამდგარა ჩვენთან პოლიტიკური განხილვის საგანი, რომ კახათ არგამაძე გახდეს ჩვენი პოლიტიკური ალიანსის ან დამფინანსებელი, ან ხარდამჭერი, ან და ჩვენი პოლიტიკური ალიანსის წევრი. ეს დღეს წესრიგში ადგას და კერძო ურთიერთობები ადამიანებს შორის არსებობს და მე მგონი ეს უკვე მათი უფლებაა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ჩვენ ვერ აუგზავნოთ დავით გამყრელიძეს და კახათ არგამაძესთან ურთიერთობა არ ქონდეს, მისი ურთიერთობაა და იქ თუ რაიმეზე იყო კონკრეტულად საუბარი, ჩვენთვის არ არის ცნობილი. არავით ის მე რაც ვიცი დათო გამყრელიძესგან მას ჰქონდა ხოლმე ურთიერთობა, ისაუბრეს და საჯაროდ განაცხადა თუ რაიმე ინფორმაცია გააჩნია ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, რომ ისინი გეგმავდნენ პირობითად ქვეყანაში გადატრიალებას ან ამბოხებას ან ამ ხელისუფლების დამხობას, მაშინ კეთილი ინებონ, გვაჩვენონ ეს ყველაფერი და ამის შემდეგ ვისაუბროთ ახლა და ჩვენ ესეთი რაღაც არ არის და ეს უბრალოდ არის PR ნაწილი, რომ უნდა დაანახონ რაღაცა უბედურებას ახდენდნენ ბერლინში გამყრელიძე, გაჩეჩილაძე და თარგამაძე. ის ინფორმაცია რაც გაჟღერდა უშუალოდ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრის მონაწილეების პროტესტ. ანუ ეს ახსნა განმარტება თქვენთვის სრულად დამაკმაყოფილებელი იყო? თქვენ რა კუთხით მეკითხებით, ამას პოლიტიკური კუთხით მეკითხებით თუ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე დათო გამყრელიძე. ახსნა განმარტება როგორც გაკეთდა საჯარო პრესკონფერენციაზე. ახსნა განმარტება, რომ ისინი შეხვდნენ კახათ არგამაძეს, ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ადამიანებს აქვთ ურთიერთობა ამ ადამიანთან და ისაუბრეს და ეხლა თუ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ არსებობს რაიმე შეთქმულება, რომელიც იგეგმება კრემლიდან და კახათ არგამაძე არის ამისი ავტორი, ან შემსრულებელი და ამაში იყენებს გამყრელიძეს და გაჩეჩილაძეს, მაშინ ბუნებრივად გეუბნები და ეს ჩემთვის მიუღებელი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ვარ. ჩემთვის ესეთი ინფორმაცია არავის არ მოუწოდებია, არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, უბრალოდ მოხდა ამ თემის ესეთი ანგაჟირება და პოპულარიზაცია, რომ მთელი საქართველო მოიცვა ამ თემას, რომ როგორ შეხვდნენ კახათ არგამაძე და
რაზე იყო საუბარი ამ ადამიანებს მოგვახსენეს და მე მგონი დანაშაული არ ჩაუდენია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება თუ კრიმინალური არავე მაშინ გითხრათ სამართალდამცავ ორგანოებმა ჩემთვის უფრო პრინციპულია ჩემი ცემის ფაქტი გაიქნეს გამოძიებული და რატო მომაყენეს ესეთი მძიმე დაზიანებები ჩემთვის უფრო დღეს უფრო მეტად პრინციპულია ვიდრე კახა თარგამაძესთან შეხვედრა თქვა ამ ორი ადამიანის სიმართლე რო გითხრათ ძალიან საინტერესო იქნება რომ ამაზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, ამაზეც ვისაუბრებთ. სხვათა შორის გაკეთდა კიდეც კომენტარია თქვენ ალბათ მოისმინეთ კიდეც რომ შეეშალათ და ამიტომ შემთხვევით მოხდა ზურაბ აბაშიძე როდესაც ადამიანს აყენებენ ესე მძიმე დაზიანებებს ხელკეტებით და სახის და თავის მიდამოებში, მე მგონი ეს არანაირი შესვლას არ აქვს ადგილი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს განზრახ პირდაპირ იყო ჩემს მიმართ გამოყენებული ძალოდებოდა. მე განვაცხადე და ეხლაც ვიტყვი, ის ადამიანები, ვინც ესე ჩაიდინეს, ნამდვილად არ ამას რევანშიზმის და რაღაცა განსარო უშუალოდ პირები იყვნენ დასჯილები, მე აუცილებლად ვითხოვ და მომავალშიც მოვითხოვ იმ ადამიანებს, ვინც გასცა ეს ბრძანება. მე მგონი მე არა ვარ ისეთი უცნო ადამიანი, რომ იქ არ ვეცნე პოლიციელებს და რეალურად იქ მოვარდნენ, დაგვარბიეს და უმოწყალოდ ვცემეს. ნამდვილად არ ვიცი ვინ გასცა ბრძანება ეს ვინ გასცემდა ხელმძღვანელობა იმ ადამიანების ვინც შეასრულეს. ის ადამიანები თავისთავად ამას არ აკეთებენ. ძალიან სამწუხარო ბატონო, რომ მალე გისურვებთ მალე სულ გამოჯანმრთელებას. მოდით განვაგრძოთ საუბარი. თქვენ ახსენეთ, რომ არ არის საუბარი ალიანსის დაშლაზე და არც ერთი ძალის გამიჯვნაზე, ანუ შესაძლებელია ვიხილოთ უფრო გამსხვილებულიც კი ალიანსი. მედიაში ისევ გააქტიურდა ეს თემა ალიანსის გამსხვილების შესახებ ეროვნული ფორუმის შემოერთების ხარჯზე. რა ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ფორუმთან? რაც შეეხება ეროვნული ფორუმის საკითხს, თქვენ გუშინ მოისმინეთ, ალბათ იყო საშუალება, რომ ეროვნულ ფორუმის მხრიდან გაკეთდა გარკვეული კომენტარები. რაც შეეხება თავად ირაკლი ალასანიას და ფორუმის ლიდერის კახა შარტავას ურთიერთობები, ეს მე მგონი საზოგადოებისთვის ცნობილია, რეალურად იქ ბევრი სხვა წინაპირობები არის, მათ შორის ურთიერთობებისა. ეს წინაპირობები საკმარისია, იმისათვის რომ პოლიტიკური საკმარისი არა, მე უბრალოდ არა, რა თქმა უნდა არა, მე უბრალოდ გეუბნებით პიროვნული ურთიერთობებიდან იწყება მე შემდგომი ურთიერთობები. თუ ეს უბრალოდ გითხარით და საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ უთხრა. რაც შეეხება შემდგომ მჭიდრო ურთიერთობებს, ეს უკვე მომავლის საკითხია, ჩვენ საუბრობთ ყველა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ფორუმთან გვაქვს ინტენსიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა გავფართოვდეთ ის პრინციპები, ის იდეოლოგია, რომლითაც ჩვენ გვინდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, არჩევნები, რომელიც არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის, იმ გარემოს შეცვლა, ის მთავარი მიმართულებები ევროატლანტიკური სივრცე და ეს უსაფრთხოება, ასე რომ ბევრი საკითხებია. თქვენი ეს იდეოლოგია ახლოს არის თუნდაც ეროვნული ფორუმის ხედვასთან. ხო და ამასთან არის დაკავშირებული ყველაფერი, ჩვენი ხედვები უნდა დაემთხეს ერთმანეთს ყველა პრინციპულ საკითხებში. ესა და პირველი მიმართულებით, რომ ქვეყანაში შეიცვალოს მშვიდობიანეზით ხელისუფლება, ეს არის ჩვენთვის მთავარი ამომავალი წერტილი და არ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ მომავალი ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში შენებარი სახლის სახურავებზე ვატარებდეთ თავრობის ხდომებს. ეს მაინც არ კონდეს პრინციპულად განსხვავებული, ამაში მაინც იქნებით შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ თავარია რომ ჩვენ კონსულტაციები გაიმართება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. არ არის პოლიტიკური ძალები. პოლიტიკური ძალები არ შეგობენ ამ ქვეყანაში, მე მგონი ყველა იგივე ეროვნული ფორუმი. ჯერჯერობით მიმდინარეობს უფრო ყველაზე მეტად ეროვნულ ფორუმთან. შემდგომში არ არის გამორიცხული სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც დაიწყოს ეს კონსულტაციები. ეროვნულ ფორუმთან ჩვენ რეალურად ვარსებობდით მაგიდასთან, რომელშიც იყო გაერთიანებული 10 თუ 11 პოლიტიკური სუბიექტი. როგორ ვთქვათ, ალბათ თუ კარგად ვახერხებდით ერთმანეთთან ურთიერთობა, დღესაც გვაქვს ურთიერთობები, ასე რომ მომავალში ხა ჩვენ ალიანსი ბევრად უფრო მჭიდრო ვიყავით იმ მაგიდასთანაც და იმ მაგიდის გარეთაც, მომავალში კიდევ თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ ამ ალიანსში შემოვიდეს, ან იფიქროს ამ ალიანსის გაფართოებაზე, ეს უკვე შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება გვაჩვენებს რეალურად. ფორუმთან თქვენი გუნდის, კონკრეტულად ალასანიას გუნდის შესაძლო კავშირი, მაშინაც იყო დადგა დღის წესრიგში, როდესაც ირაკლი ალასანიამ განაცხადა თავისი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. თუნდაც სწორედ იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, კახა შარტავასა და ბატონ ირაკლი ალასანიას შორის, რომელიც თქვენ ახსენეთ. დავით უსუფაშვილმა პრესესთან ინტერვიუში, როდესაც ისევ გახდა ეს საკითხი აქტუალური, დაადასტურა, რომ ეროვნულ
ფორუმთან თავის დროზე, როდესაც ალიანსი იქნებოდა, მაშინაც მიმდინარეობდა კონსულტაციები და ახლაც მიმდინარეობს. მაშინ რატომ ვერ მოხერხდა გაერთიანება ერთ ალიანსში? ვერ მოხერხდა, უბრალოდ რაღაცა გარკვეული ტექნიკური მიზეზები იყო იმისთვის, რომ ფორუმს უნდა თავისი ძალები რეალურად გამოეჩინა, ემოქმედა დამოუკიდებლად. ასევე მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა ყოველთვის გქონდა მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ფორუმთან და მათ ლიდერებთან და დღესაც გვაქვს, მაგრამ იმ დროს არ მოხდა ეს, ვერ შედგა ეს უბრალოდ რაღაცა გარკვეული მიზეზები ამისი, რატომ არ შედგა არ არსებობს, ვინაიდან შედგა ის, რომ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ამ სამი ძალის გაერთიანება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომავალში ეს არ ვიცი, როდის იქნება შემოდგომაზე, იქნება ადრეულ შემოდგომაზე ამ ზაფხულს თუ ამას გვაჩვენებს დრო რეალურად ჩვენ იცით რომ ჩვენთვის თავარია დღეს ჩვენი პარტიის ჩამოყალიბება, ჩვენი პარტია შეთავაზებს საზოგადოებას იმ ხედვებს, იმ მიმართულებებს, იმ პლატფორმას, რომელიც იქნება პრინციპული, რომელიც დაანახებს ჩვენ მომავალში ამორჩევას თუ ვის უნდა მისცეს ხმა და როგორ უნდა დაგვიჭიროს ხარი, ჩვენთვის დღეს არის აქტუალური ეს თემა. ამავდროულად იარსებებს ალიანსი, ძალები, რომელიც ერთმანეთთან იქნებიან ახლოს, გაიზიარებენ ერთ სოფხედველობას, ქვეყნის მომავალი მოწყობასთან დაკავშირებით, ქვეყნის მართვის სტილთან დაკავშირებით, რეალურად ხელისუფლების დაბალანსებასთან დაკავშირებით და დემოკრატიასთან განვითარებასთან დაკავშირებით. ძალები, რომელთანაც კონსულტაციებს ალიანსი ამ ეტაპზე და მომავალშიც გამორიცხავს. ეხლა კიდევ ერთხელ გამორიცხავს. ასეთი გამორიცხვის პრინციპი ჯერ არ გვიფიქრია ამაზე, ვისთან შეიძლება ჩვენ გამორიცხავდეთ საერთოდ მოლაპარაკებას. არსებობს რაიმე ძალების უმეტესობა, დღეს საქართველოში არ არის ნახევრად ტერორისტული პოლიტიკური პარტიები და გამორიცხვის პრინციპით ნამდვილად ვერ მოხდა. ნებისმიერი ძალასთან, რომელიც ქვეყნის მომავლის აღშენებლობაში თავის წვლილს შეიტანს და დავინახავთ, რომ ეს ძალა არის რეალურად ის ძალა, რომელიც შესაძლოა იყოს ჩვენი პარტნიორი. ნამდვილად ვითანამშრომლობთ ყველასთან, სხვადასხვა დონეზე, მაგრამ დღესდღეობით ვერ გეტყვით, რომ ძალასთან შეიძლება ვითანამშრომლოთ უფრო ახლოს, შემდგომში ეს გაჩვენოს მომავალი ცხოვრება. თქვენ გაიხსენეთ საუბარში, რომ ოპოზიციის რამდენიმე ოპოზიციური ძალის ერთობლიობა 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე აქამდეც ახერხებდა ურთიერთობას, დღესაც ახერხებს ურთიერთობას, მაგრამ რატომ დადგა დღის წესრიგში პოლიტიკურ ძალთა ხელახალი გადანაწილების საკითხი? რას ცulis ოპოზიცია ამით ტაქტიკას თუ სტრატეგიას მოქმედებს? იცით რა, უნდა გავყოთ ერთმანეთში ტაქტიკა და სტრატეგია. თავისთავად ტაქტიკურად შეიძლება ჩვენ ბევრ საკითხებში ერთმანეთს ვემთხვეოდით და ერთმანეთის თქვათ იდეების თვალსაზრისით თანხვედრა გქონდა, მაგრამ სტრატეგიულად შეიძლება ვერ დავემთხვიეთ რაღაც საკითხებში. პრინციპულად ჩვენთვის არ არის მარტო ის, რომ ქუჩის აქციებით უნდა ვიმოქმედოთ და მარტო ქუჩა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ დღესაც ვამბობთ და ვადასტურებთ იმას, რომ ქუჩის აქციებს თავისი დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის უნდა კონდეს. თემატური, მიზანმიმართული, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორ შეიცვალოს ქვეყანაში რეალურად საარჩევნო გარემო, როგორ გაემიჯნოს ეს პოლიცია ამ პოლიტიკურ პროცესს არჩევნების თემას და ამის შემდგომ უკვე რეალურად ჩვენ მოვემზადოთ ნებისმიერი არჩევნებისათვის. ეს არის ჩვენთვის პრინციპული, ეს იგივე ირაკლი ალასანი ამას განაცხადა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ ამ მიმართულებით აპირებს თავის მომავლის განვითარებას. ბატონ ზურაბ, ახალ გადანაწილებებზე საუბრის აუცილებლობას ხომ არ მისცა საფუძველი იმანაც, რომ ალასანიას გუნდი აპირებს ცალკე პარტიის ჩამოყალიბებას? არა, ეს საკითხი თავიდანვე იდგა დღის წესრიგში, უბრალოდ შემდგომ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ესე აქტიურად მუშაობა და 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი უშუალოდ ალასანიასთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ყოფილიყვნენ დაფიქსირებული და ამის იურიდიული ფორმა მოგეხსენებათ არის პოლიტიკური პარტია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავაფუძნოთ ესეთი პარტია თავისთავად და ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი იდენტურობას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმავს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი გარდაიქმნება პარტიად რეალურად და დარჩება ალიანსში. თავისთავად ალიანსი დარჩება, ირაკლი ალასანია რჩება ამ ალიანსის ლიდერი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომავალში არ არის გამორიცხული ალიანსი. ეჯერობით დღის წესრიგში ალიანსის დაშლა არ დგას, პირიქით დღის წესრიგში დგას ალიანსის გაფართოების საკითხი. დღის წესრიგში დადგა არჩევნები და მაშინ მონაწილეობა ალიანსი მზად არის ერთბლოკად მიიღოს მონაწილეობა. ამას როდესაც დადგება არჩევნები, ამას საზოგადოებას მაშინათვე ვამცნობთ, როგორ და რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ალიანსის საქართველოს თბის წევრი ზურაბ აბაშიძე. დაგვალდეთ პირველი თემა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება.
პირველი თემა კლუბედაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ეროვნული დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა საღამოშვიდობის ბატონ ბაჩუკი. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ბაჩუკი, დღეს ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებისთვის. რატომ გამოაცხადა პარტიამ მზადყოფნა დღეს? ალბათ უბრალოდ იქნება თქვამით, თუ ვიტყვით, რომ დაიწყო მზადება საარჩევნო ციკლისთვის, ჩვენ ესე აღვნიშნეთ, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული დემოკრატიული პარტია მთელი ამ თვეების განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმ პროცესში, რასაც ჩვენ ვეძახით სისტემური ცვლილებები, ანუ ახალი კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელმაც რეალურად უნდა შექმნას ქვეყანაში ახალი პოლიტიკური გარემო და ახალი საარჩევნო კალენდარი. მაგრამ ამ პროცესში კარგი ხანია ჩართული. ხო, ჩართულები ვართ ამ პროცესში და ბუნებრივია პარალელურად ცოტა ჩვენ მუშაობთ ამაზე, ფიქრობთ იმაზეც, რომ ეროვნული დემოკრატიული პარტია ნებისმიერი დონის არჩევნებისთვის უნდა იყოს მზად, რამე თუ ეს არჩევნები შეიძლება სულ მალე დაენიშნოს, თუნდაც იქნება ეს საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე, შუალედური არჩევნები, იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც იმედია დაენიშნება გაზაფხულზე და ჩატარდება ზუსტად ისე როგორი ფორმითაც გვერდება ამას ხელისუფლება, რომ მოხდება მერის პირდაპირ წესით არჩევა და ასე შემდეგ. ეს ისეთი დონის არჩევნებია, რომელსაც პოლიტიკაზე სერიოზულად ეს არის გადაწყვეტილი ჯერ პირველად. ეს იყო შეთავაზება, ერთ-ერთი შეთავაზება არის საპარლამენტო შეთავაზება იყო მოთხოვნაც ყოფილიყო ესეთი გადაწყვეტილება, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ყველა ამ წინადადებას, რომელზეც საუბრობდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რეალურად შეასრულებს. და რამე თუ ეს არის ერთადერთი შანსი, არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი შანსი ამ ხელისუფლებისათვის, რომ გამოავლინოს პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში რეალურად განვითარდეს პოლიტიკური პროცესები იმ ჭრილში, როდესაც შესაძლებელია ხელისუფლების ცვალებადობაზე საუბარი არა რევოლუციური გზით, არამედ მხოლოდ არჩევნების გზით და არჩევნების გზა არის ერთადერთი ფორმა, რომელიც ქვეყანას მოუტანს ნამდვილად დადებით შედეგს. ამდენად ეროვნული დემოკრატიული პარტია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, მე მგონი მზად უნდა იყოს ესეთი ტიპის არჩევნებისთვის, ამიტომ მით უმეტეს ესეთი ხელისუფლების პირობებში დაინიშნება ეს არჩევნები და რა მოულოდნელ სუპერ შემოქმედება. სწორედ ამაზე აპელირებს ოპოზიციის დიდი ნაწილი ბატონ ბაჩუკი, რომც დაინიშნოს არჩევნები, დღეს არა აქვს არჩევნებში მონაწილეობას აზრი, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არის მათი განცხადება, რომელსაც ძალიან ხშირად აკეთებენ ოპოზიციური პარტიები. მე არ ვიცი, არ მგონია რომ სერიოზული განცხადება იყოს და არ ვიცი ვიტყვა ვინ განაცხადა ესეთი რამ, ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ რჩება ერთი ალტერნატივა, ეს არის საყოველთაო სახალხო ამბოხება, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არა, ესეთი განცხადება ხშირად, როდესაც ისმებოდა კითხვა თუ დანიშნა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები, მიიღებ თუ არა მაშინ მონაწილეობას, სწორედ ამაზე აპელირებდა ოპოზიცია. მიგვაჩნდა რომ ესეთი განცხადებები რეალურ პოლიტიკურ ანალიზს არის მოკლებული, რამე თუ ერთ-ერთი გზა თუ გავითვალისწინეთ დასავლურ ფაქტორს, თუ გავითვალისწინეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და ქვეყნის განვითარების სწორ პოლიტიკურ კალაპოტს, ასე ვთქვათ, თუ უნდა ვითარდებოდეს პოლიტიკა, მაშინ ერთ-ერთი გზა ხელისუფლების შეცვლის არის სწორედ არჩევნები. ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ გამოდის რომ ეს ხელისუფლება მუდამ უნდა დავტოვოთ, ხო? ან უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო ომს, ან გვეყოსების თავხედობა რომ ვთქვათ, ჩვენ მზად ვართ რევოლუციისათვის, ვამხოთ ხელისუფლებას. ერთი მხრივ ვიძახოთ, რომ გვინდა მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი და მეორე მხრივ ვაცხადოთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ აქ არის გარკვეული დილემა, მაშინ რა პოლიტიკურ გზას ვადგავართ? ან არ ვამბობთ ამ პოლიტიკურ გზას, ან კიდევ არ ვიცით რა პოლიტიკურ გზაზე ვდგებით. ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ იცის თავისი პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ქვეყანაში დასავლური საზოგადოების ხარდაჭერით. შიდა პოლიტიკური პროცესების, თუნდაც იმ საზოგადოების, რომელიც ამ თვეების განმავლობაში გამოხატავდა პროტესტს, მათმა ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო და ხელისუფლება აიძულა წასულიყო რეალურ დათმობებზე. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამ ეტაპზე ეს დათმობები არის ჯერჯერობით განცხადებების დონეზე, არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმული, არ არის მხოლოდ განცხადებები, თუნდაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მე მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ დიდი მიღწევა და ეს მოთხოვნა იყო სწორედ ეროვნული დემოკრატიული პარტიის მხრიდან დაყენებული. ჩვენ მიმართეთ საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ 9 აპრილამდე მარტის თვეში, მაშინ ეს სერიოზულად ხელისუფლების მხრიდან არ იქნა ახმული, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ. ბატონ ბაჩუკი, იგივე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, იგივე საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში არ არის ჩართული არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილი. თუ შეიძლება ითქვას, რომ თითქმის მთელი არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი. ის რომ არ არის უზრუნველყოფილი სრული ჩართულობა პოლიტიკური სპექტრისა, რამდენად აისახება ამ კომისიების მუშაობის შედეგზე. მე ყოველგვარი შენიღბის, ყოველგვარი ზედმეტი მოკივისა და ლავირების გარეშე გეტყვით, რომ მემაჩნია ჩემი სუბიექტური აზრია, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის შეხედულება
ყველა პოლიტიკურ პარტიას შეიძლება ქონდეს თავისი ხედვა, თავისი ტაქტიკა პოლიტიკაში, მაგრამ იმაჩნია, რომ უარის თქმა მონაწილეობაზე ისეთ სერიოზულ კომისიაში, როგორიც არის საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც რეალურად უნდა შეცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა და გააჯანსაღოს ის პოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ქვეყანა აღმოჩნდა, ამაზე უარის თქმა მიმაჩნია, რომ არის მინიმუმ შეცდომა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში, მე ამას მოლაპარაკებას უფრო დავარქვევდი, მოლაპარაკების პროცესში მივახციეთ იმას, რომ სახელმწიფო კომისიაში გადაწყვეტილებები მიიღება 2/3-ით. ამ 2/3-დან 20 ადგილი არის სწორედ ოპოზიციური პარტიების. ახლა თუ კარგად გადავითვლით, მე მინდა ციფრებში გადაგიყვანოთ, მაგრამ კარგად თუ დავითვლით, ფაქტობრივად სრული სპექტრი თუ იქნება ოპოზიციური პარტიების წარმოდგენილი სახელმწიფო კომისიაში, გადაწყვეტილებების მიღება ოპოზიციური პარტიების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. რაც ეხება მეორე ჯგუფს საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს. რომელ მეორე ჯგუფს? საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაშიც არ არის ჩართული არის საპარლამენტო ოპოზიცია და არც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში. სწორედ ამაზე დაგისვით კითხვა, რამდენად აისახება ის, რომ პოლიტიკური ჩართულობა სრულად არ არის უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში გაორმაგებული ძალით მოგვიწევს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვართ ჩართული ამ პროცესში, ჩვენი ენერგიის და ძალის გამოყენება, რათა ხელისუფლება წავიყვანოთ რეალურ დათმობებზე და რეალურად დავდოთ ისეთი საარჩევნო კოდექსი და შემოშადოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის იქნება მისაღები და უკვე მეორედ არ დაუშვებს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, როგორც პოლიტიკური სისტემაც პრინციპში სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ბუნებრივია მე კიდევ აღნიშნავ, რაც უფრო მეტი ოპოზიციური ძალები იქნებიან ამ პროცესში ჩართული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის სასარგებლოდ იქნებოდა. ამ შემთხვევაში მათი არ მონაწილეობა მე მგონი უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამწყალს, ვიდრე ოპოზიციის ინტერესებზე. რაც უფრო მეტი ვიქნებით, ხო მეტი ძალა გვექნება. ხო უფრო მარტივად დაძლევთ ელემენტარულად ხელისუფლების ბარიერს. ამჯერად მიმდინარე მუშაობის ტემპიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ დღეს თქვათ, რამდენ ხანში შეიძლება იყოს მზად ისეთი საარჩევნო კოდექსი, ისეთი ცვლილებები, რომლის შეტანა საარჩევნო კანონმდებლობის შემდეგ მისი განხორციელება და ამით არჩევნების ჩატარება არჩევნების შედეგებს არ დააყენებს ეჭქვას იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც შემიიღებენ შედარებით ნაკლებ შედეგს. რაც შეეხება ვადებს, მინდა გითხრათ, რომ იგივე ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვენეციის კომისია ახლა ალბათ მოგეხსენებათ ჩამოსული საქართველოში და სწორედ ამ საარჩევნო კომისია, კოდექსზე მომუშავე კომისიასთან რამოდენიმე შეხვედრა იყო და მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან. მათი მხრიდანაც იგივე ჩვენი მხრიდან ხელისუფლების წინაშე იყო დაყენებული საკითხი, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს უვადოდ და მისი მუშაობა უნდა დასრულდეს ამ წლის ბოლომდე, ანუ 31 დეკემბრამდე. რეალურია ეს თარიღი და 31 დეკემბრამდე ქვეყანამ შეიძლება მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საარჩევნო კოდექსი და ამის ილუზია არავის არ აქვს და ბავშვები არა ვართ, რომ ეს დავიჯეროთ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას კონკურენტული პოლიტიკური გარემო და არჩევნები, აი ვთქვათ, რომ გვაქვს კოდექსი, კარგი კოდექსი და არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. მათ ჭირდება სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პირველ რიგში ალბათ ეს არის სამართალდაცავი სტრუქტურების გამიჯდვა პოლიტიკური და საარჩევნო პროცესებისგან და პოლიტიკური ნება ხელისუფლების, რომ მან უნდა იცოდეს, თუ ხელისუფლება არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში ჩატარდება რეალურად სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა ვერასოდეს ვერ მიიღებს იმ ანუ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ახლა ამ ვითარებაში ამ კოდექსის პირობებში ჩატარდეს ასეთი არჩევნები. ამ კოდექსის პირობებში მე არ ვიცი როგორი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, იმიტომ რომ მე ამ კოდექსს და ამ კონსტიტუციასაც პირდაპირ ერთხელ უწოდე კასტრირებული კოდექსი და კონსტიტუცია, მაშინ ძალიან რთულია გაერკვეს ვინმე, რამე თუ იქ ვადები ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ახლა მე შემიძლია ამ დეტალებში წავიდე და ვისაუბრო ამ თემებზე, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდება, ნამდვილად არ არის იმ ფორმის და იმ დონეზე ჩამოყალიბებული, რომ რაღაც ჯანსაღ საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას მოგცემს. მაგრამ მე ვიბეორებ, უბრალოდ რაც არ უნდა კაი კოდექსი დავდეთ, ალბათ მაინც ბოლო არის პოლიტიკური ნება ხელისუფლების პირველ რიგში, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამაშიაც ალბათ ოპოზიციის ძალისხმევა უნდა იყოს ერთიანი და ჩვენ არ უნდა მიჯნავდეთ ერთმანეთს. თვითონ ოპოზიციას გულისხმობ რადიკალებად და ზომიერებად. ჩვენ უნდა გქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია, რა პოლიტიკურ გზაზეც არ უნდა ვედგეთ, ვისაც უნდა შეუძლია თავისი პროტესტი და თავისი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს ქუჩაში, მაგრამ მოუწოდებდი, რომ ეს არ უნდა იყოს ქუჩა ორიენტირებული რევოლუციაზე, არამედ ეს უნდა იყოს მხოლოდ პროტესტი და არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც სულ სხვა მეთოდებით
ქვეყანაში სოფლიოში აპრობირებული პოლიტიკური დიალოგის და დიპლომატიის მეთოდებით ახერხებენ მეტნაკლებად ამ ხელისუფლებას გამოგლიჯონ გარკვეული ეპიზოდური წარმატებები, თქვათ იგივე ასეთ ძალებში თუნდაც CDP-ს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას გულისხმობ, ამიტომ აღნიშნე, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში დღეს ყველას მიაჩნია, რომ სახელმწიფო კომისია, საკონსტიტუციო კომისია არის ხელისუფლების კეთილინება და მისი შემოთავაზება. ეს ასე არ არის. მე გეუბნებით, რომ ეს წინადადება იყო დაყენებული სწორედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ერთ-ერთი პირველი იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტია. ბუნებრივია მე ხელისუფლებამ თავის ინიციატივად გამოაცხადა, მაგრამ ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თავარია, რომ დაიწყო მუშაობა. ახლა ჩემი სურვილი ნამდვილად იქნებოდა, რომ ამ რეალური შედეგი გამოიღოს, მაშინ უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, ვისაც მიაჩნია, რომ ნორმალური ჯანსაღი პოლიტიკური კალაპოტის განვითარების პროცესების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია შედეგის მიღწევა. მე დამეწყვეტეთ ყველა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გუშინ და გუშინ უარს დაცხადება ამ პოლიტიკურ გზაზე, სულ მალე ალბათ დაინახავს, რომ ეგ გზა არის რეალურად შედეგის მომტანი, უბრალოდ სხვა გზა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა დღეს არის ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ახალი გაერთიანებები, ახალი ალიანსები. თქვენ ეროვნულ დემოკრატიული პარტია, რომელიც დღეს აცხადებთ, რომ მზად ხართ არჩევნებისთვის და მზად ხართ მეიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში. კი ბატონო, იწყებთ მზადებას. იქნება თუ არა ასეთ შემთხვევაში ეროვნულ დემოკრატიული პარტია მარტო? მე არ გამოვიწყავ, რომ ეროვნულ დემოკრატიული პარტია იყოს მარტო, ესე წინასწარ დაისახო მიზნად, რომ უნდა ვიყო ვიღაცასთან ერთად გამოვიდი არჩევნებში, ან უნდა ვიყო მარტო, ეს პოლიტიკაში ალბათ ყველა დიდი შეცდომა იქნება და არ არის, თორე ესეთ რამეს პოლიტიკა არ იცნობს, ხო? ეროვნულ დემოკრატიული პარტია ემზადება ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებისათვის, მას აქვს თავისი შეხედულება, აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია, აქვს თავისი ტაქტიკა და სტრატეგია. თუ ამ ტაქტიკასა და სტრატეგიაში, თუ ჩვენ პოზიციებთან დაკავშირებით, თანხმობა გვექნება რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან იმ დოზით, რომ ასეთ პოლიტიკურ ძალებს. მოდი, მე საერთოდ არ მიყვარს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციების საჯაროდ საუბარი, მანამ სანამ მე მას პარტნიორად არ აღვხავ და არ ვაღიარებ, ხო? ნუ და კონკრეტადებით. ხო, არა, ბუნებრივი არიან ესეთი პოლიტიკური ყოველ შემთხვევაში იკვეთებიან ესეთი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთანაც პოლიტიკური პოზიციების თანხმობა არის, არასაპარლამენტო ოპოზიციაში იკვეთება ესეთი პოლიტიკური ჯგუფები და მე იმედი მაქვს, რომ მათი პოზიცია იქნება უფრო მყარი და სტაბილური და არ იქნება მერყევი. თუ ეს სტაბილურობა ამ პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიციებში გამოიკვეთება, ბუნებრივია შეიძლება საუბარი იყოს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე, რომელიც ალავირებს ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის და ქვეყნის განვითარების ერთადერთ გზად აღიარებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებს და არჩევნების ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება ის, რომ მაგალითად ეროვნულ დემოკრატიული პარტია არის საკმაოდ ძველი, დიდი ისტორიის მქონე პარტია საქართველოში. ჩვენ არ გვახასიათებს პარტიული ეგოიზმი, ის კალკულური მიზნის მიღწევად იმ ეტაპზე თქვათ რა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაც იქნება საჭირო, იმ გადაწყვეტილებას მიიღოს ეროვნულ დემოკრატიული პარტია თავისი მიზნების რეალიზაციისათვის. და რაც შეეხება არჩევნებს, ბატონ ბაჩუკი, თუ კი როდესაც დადგება დღის წესრიგში არჩევნები, და თუ არ დადგა თქვენთვის დღის წესრიგში სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანება ან რაიმე ალიანსის შექმნა, არის თუ არა მზად EDP ან აქვს თუ არა საერთო რესურსი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ცადოს ბედი? მე ნამდვილად არ ვიკავები ილუზიებით, რომ გითხრათ დღეს, რომ ეროვნულ დემოკრატიული პარტია ამ წუთში არის მზად არჩევნებისთვის, ან ახლა ამიტომ სხვა პარტიების საუბარია, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია ამ მომენტში არის მზად საარჩევნო კამპანიაში რეჟიმში გადასასვლელად. მაგრამ ჩვენ დავიწყებთ მზადება, სწორედ ამიტომაც მოხდა რეორგანიზაცია პარტიის თბილისის ორგანიზაციაში, ბუნებრივია დედაქალაქის არჩევნები იქნება. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მწვავე და სერიოზული პოლიტიკური განაცხადების მქონე არჩევნები, რამე თუ მივახცევთ იმას, რომ მართლა ჩატარდება მერის პირდაპირი წესით არჩევა, მე ამ არჩევნებს უწოდებდი გენერალურ რეპეტიციას დიდი არჩევნების წინ, რომელიც იქნება წინაპირობა ხელისუფლების ცვლილების, ასე ვთქვათ. ამდენად ჩვენ ამ არჩევნებისთვის სერიოზულად ვემზადები და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთადერთი პარლამენტარი წევრი გურამ ჩახვაძე უხელმძღვანელებს, მით უმეტეს ის არის თბილისის მაჟორიტარი, უხელმძღვანელებს თბილისის ოფის, პარტიის თბილისის ორგანიზაციას. ამასთან ერთად ჩვენ აღვადგენთ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც სრულად მობილიზებულია თბილისის ორგანიზაციასთან ერთად და ბუნებრივია ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ სერიოზულად ვემზადებით პირველ რიგში დედაქალაქში არჩევნებისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონებში ჩვენ სერიოზულად განაცხადი არ გვექნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი გარდავა გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაგვიგულდეთ პირველი თემა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება.
მრავალი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე, საღამოშვიდობის ბატონ ვახტანგ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, არის ახალი გადანაწილებები, ახალი მოძრაობები და ახალი გაერთიანებების შექმნა ოპოზიციაში, რასაც ხელისუფლების მხრიდან უკვე მოყვა შეფასებები. რატომ არის ხელისუფლება დარწმუნებული, რომ ლევან გაჩეჩილაძის ახალი მოძრაობის უკან შეიძლება იდგეს კახა თარგამაძე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. არ ამგონია, რომ ეს იყოს ახალი რაღაცა, თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს, ჩვენს ყველა კარგად გვახსოვს, როდესაც როგორ შეიქმნა ახალი მემარჯვენეები, სადაც იყო ბატონი ლევან გაჩეჩილაძე და სხვა მისი მეგობრები და ვინ იდგა ამ ორგანიზაციის ზურს უკან, ვინ აფინანსებდა, ეს იყო კახა თარგამაძე. ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ, როდესაც ეს ადამიანი ბერლინის შეხვედრაზე მაქვს საუბარი, როდესაც ეს ადამიანები შეხვდნენ კახა თარგამაძეს, ისაუბრეს რაღაცეებზე, როგორც თვითონ განაცხადეს, რომ ჩამოვიდნენ, იყვნენ ფულის საშუალად წასულები და მე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ვისთანაც იყვნენ ჩასულები ფულის სამოსაღებად, იყო კახა თარგამაძე. შესაბამისად, რა გაძლევთ იმის მტკიცების საფუძველს, რომ ისინი კახა თარგამაძესთან იყვნენ ფულის სამოსაღებად ჩასულნი? ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ თვითონ. მოდი მივყვეთ უგნებავთ ქრონოლოგიურად და გავიხსენოთ. მე მახსოვს კარგად, როდესაც ეს ადამიანები უნდა შეხვედროდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მათ თქვეს, რომ ჩვენ ხალხს უნდა შეუთანხოთ, საზოგადოებას უნდა შეუთანხოთ ყველა თითოეული ჩვენი ნაბიჯი და გადაწყვიტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვისაც მათ უნდა შეეთანხმებინათ საზოგადოებისთვის. როდესაც ისინი მიბრძანდებოდნენ კახა თარგამაძესთან შესახვედრად, მათ ესეთი რამე არ გაუკეთებია და დაუმალეს საზოგადოებას ეს ერთი. მეორე იქიდან, როდესაც ჩამობრძანდნენ, მათ განაცხადეს, რომ ისინი იყვნენ ჩასული ბერლინში ფულის საშუალებით. ეს მათი სიტყვებია, ჩემი სიტყვები არ არის. რომ წასულები იყვნენ ბერლინში იყვნენ ხოლმე ხო, რამდენიც მე მახსოვს, თუ არ ვცდები, სხვაგან ისინი არ ყოფილან. იქ ბერლინიდან ჩამოსვლის შემდგომ მათ ბრძანეს, რომ ისინი იყვნენ წასულები ფულის საშუალებით. მე აღმოჩნდა, რომ ისინი შეხვდნენ კახა თარგამაძეს. ეს მათი სიტყვებია და არა ჩემი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, აქ თქვენი პირველი რესპონდენტი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვთ, რომ იფიქრონ კახა თარგამაძესთან, რომ ჩამოყალიბდნენ კახა თარგამაძესთან დაკავშირებით. ეს სულ მცირე რო ვთქვათ, ეს ძალიან მიამიტური განცხადება არის. ყველას კარგად გვახსოვს კახა თარგამაძე ვინ იყო, რას წარმოადგენდა კახა თარგამაძე. მე შემიძლია ჩამოთვალო და გავახსენო საზოგადოებას, დაწყებული ნარკოტრეფიკინგით, დამთავრებული ადამიანების ვაჭრობით, ეს იყო ყველაფერი კახა თარგამაძე. ამ ადამიანთან დაკავშირებით თუ ამათ ჭირდებათ იურიდიული საბუთები, სასაცილოა სხვა თუ არაფერი და ეს არის სასაცილო არ არის, უფრო სწორად სატირალი არის და ძალიან სამწუხარო არის, როდესაც ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, ამ შემთხვევაში მირაკლი ალასანია, სურვილი იყოს პოლიტიკაში და იყოს ერთ-ერთი ლიდერი, იგი საუბრობს მხოლოდ იურიდიულ ფაქტებზე და არ საუბრობს ზნეობრივ და მორალურ მხარეზე. რამდენად ზნეობრივია? განაცხადეს, რომ მათთვის კახა თარგამაძესთან ურთიერთობა არის მიუღებელი, მაგრამ თუ კი ეს არის კონკრეტული ლიდერის პირადი ურთიერთობა, ამაშობად მოდით რა არის პირადი ურთიერთობა, როდესაც კახა თარგამაძეს ხვდები, არ ამგონია იქ რამე იყოს პირადული, როდესაც ჩვენ ვიცით ვინ არის კახა თარგამაძე, ვინ იყო უფრო სწორად, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და იმის შემდგომ ის რომ წავიდა კახა თარგამაძე, სად წავიდა და რას აკეთებს, ამასაც მე მგონი ყველა კარგად ხვდებით, რომ ის წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურებს. ამის დამადასტურებელი ფაქტი ისიც გახლავთ, როდესაც ისინი საუბრობენ თვითონ, რომ მათ უთხრა კახა თარგამაძემ, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ემუქრებოდა საფრთხე და ეს საფრთხე შესაძლებელია მოდიოდეს რუსეთიდან. კახა თარგამაძემ განაცხადა თავად. ხო, როგორც განაცხადეს თვითონ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რომ ეს საფრთხე შესაძლებელია მოდიოდეს რუსეთიდან, ასევე მან გააფრთხილა ბადრი პატარკაციშვილი, ასევე მან გააფრთხილა ბატონი ზურაბ ჟვანია, ხო? ხა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები რამეს გეგმავენ, ესე დადიან და უყვებიან ადამიანებს? ეს არის ერთ-ერთი ნაწილი არის კახა თარგამაძე, რუსეთის სპეცსამსახურების ადამიანი, რომელსაც აქვს დავალებული, რაც ვერ განახორციელა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართ პირდაპირ აგრესიით, რომ ეხა ფარულად, შენიღბულად გააკეთოს, ეს არის რომ დაანგრიოს საქართველო. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ხელისუფლებას, მე მგონი, ეს ეხება მთლიანად ყველას აქ ვინ ცხოვრობთ. რუსეთის მიზანი დღეს ყველამ კარგად ხვდებით, ხო, რაც არის, ეს არის ქვეყნის საქართველოს როგორც სუვერენი ქვეყნის განადგურება, დაშლა რამოდენიმე ნაწილებად და სამწუხაროდ არის ადამიანები დღეს საქართველოში და მით უმეტეს პოლიტიკაში, რომლებიც თავის პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ ადამიანი პოლიტიკოსები უნდა ჩამოყალიბდნენ თავის პოზიციაში, რა უნდა და როგორ უნდა დავამთავროთ თუ შეიძლება. პირადი შეხვედრა კახა თარგამაძესთან. არის ამაში რამე კრიმინალური ბატონო ვახტანგ? ამორალური არის, სხვა თუ არაფერი და უზნეო არის, როდესაც
ადამიანი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ მას შეტკივა გული საქართველოსზე, ხდება კახა თარგამაძის. მე აღარ გავიმოვივრებ კახა თარგამაძეზე თქვი უკვე და ჩემზე კარგად მე მგონი ყველას გვახსოვს რა იყო კახა თარგამაძე და რა წარმოადგენდა. მინიმუმ ეს არის თუ არა კრიმინალი, ხო? შესაბამისად, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ თავის პოლიტიკურ შეხედულებებში. როდესაც საუბრობს ერთის მხრივ, რომ იგი ირაკლი ალასანი ამ შემთხვევაში რომ ემიჯნება კახა თარგამაძეს და ამბობს, რომ არ იცნობს, მაგრამ მეორეს მხრივ მისი თანაპარტიელი, თავისი პოლიტიკური პარტნიორი ხდება კახა თარგამაძეს, ხო? და მისგან ფულს იღებს, ის მისაღებია. ანუ აქ ორმაგი სტანდარტია, ხო, მარტივად რო ვთქვა. და ეს ამ ადამიანს, ამ პოლიტიკურ ძალას მე ვთვლი, რომ ჩვევად გადაუვიდათ უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გავხსოვს, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ ისინი ემიჯნებიან ქუჩის აქციებს, მაგრამ მისი პოლიტიკური პარტიის წევრები იქ ესწრებოდნენ, როდესაც იგი ერთი სახის განცხადებებს აძლევდა ქართულ მედიას, მეორე სახის განცხადებებს აკეთებდა უცხოურ მედიასთან. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა თუ არ ჩამოყალიბდება. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის ქვეყნისთვის საზიანო და საფრთხე, იმიტომ რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი და ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩვენ არ ვთხოვთ, რომ გინდა თუ არა ჩვენ შეგვითახმით, ვის უნდა შეხვდა, ვის არ უნდა შეხვდა. უბრალოდ გამოვიდნენ და ღიად უთხრან ქართულ საზოგადოებას თავის ხარდაჭერებს, მათ რას აპირებენ, ვისთან შეხვედრას აპირებენ და რანაირად აპირებენ თავის პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას და ვინ დგას მათ ზოგს უკან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბატონ ვახტანგ, თუ კი ხელისუფლებას აქვს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია იღებს ფულს, ანუ თუნდაც ამ კონკრეტულ შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, თუ კი პოლიტიკური ლიდერები, დავით გამყრელიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, იღებენ ფულს არა საქართველოს მოქალაქეებსგან, რაც არ ჯდება საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში. თუ კი ხელისუფლებას აქვს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ფინანსდება რუსეთიდან, რუსული სპეცსამსახურების მიერ და ღიად კეთდებოდა კიდეც განცხადები ნინო ბურჯანაძის მისამართით. რატომ არ მიმართავს ხელისუფლებას შესაბამის ზომებს? ხელისუფლება კანონი როგორც კი დაირღვევა, ხელისუფლება, ანუ შესაბამისი ორგანოები ხელისუფლების მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს და იმოქმედებენ ნამდვილად. მაგრამ ჩვენ საუბრობთ ანუ კანონი აქამდე არ დარღვეულა. ჩვენ საუბრობთ ფაქტი იმისა, რომ მათ, ანუ ჩვენამდე ყოველ შემთხვევაში მე ამ საკითხში კომპეტენტური არ გახლავთ, მე არ წარმოვადგენ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ცდელობა ფულის აღების ნამდვილად არის. და იყო, იმიტომ რომ თვითონ განაცხადეს, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, როდესაც ისინი ჩამოვბრძანდნენ და თქვეს, რომ ისინი იყვნენ ფულის ასაღებად წასულები და ამავდროულად გამოჩნდა, რომ ისინი შეხვდნენ კახა თარგამაძეს, ხო? ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ, ესე არის. შესაბამისად, ცდელობა ამისი არის და იმას მე მგონი, არ ვართ ახლა ჩვენ არ ვხედავთ პატარა ბავშვები და ჩვენი მაყურებლები, რომ ვერ ხვდებოდეთ კახა თარგამაძე რას წარმოადგენს და რუსული ფული რამდენად საშიში არის საქართველოსთვის, ხო? ეხლა იქ რომ რუსული ფული შემოდის ოპოზიციისთვის საქართველოსთვის. ბატონ ვახტანგ, ის რომ რუსეთიდან იღებს დაფინანსებას ოპოზიცია და ოპოზიციის ფინანსებზე არსებობს გარკვეული ეჭვი, ამაზე ხელისუფლება საუბრობს კარგახანია და განსაკუთრებით გააქტიურდა ეს საუბარი 9 აპრილიდან, ანუ აქციების დაწყების შემდეგ და ამის დადასტურება ხელისუფლებამ მხოლოდ ამის დადასტურება მოხერხდა მხოლოდ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ. ეს არ მომხდარა 9-ში ამაზე საუბრობს ხელისუფლება ძალიან დიდი ხანია, გადავხედოთ თუ გინდათ 1 წლის უკან, როდესაც ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთის ომამდე უпроსორად, როდესაც რუსეთის ფედერაცია ცდილობდა, რომ აერია საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინა საქართველოში და ის აპირებდა, რომ დაეფინანსებინა და ცდილობდა, რომ დაეფინანსებინა. ამის შემთხვევებიც იყო, ჩვენ მე მგონი ტელევიზიითაც ვიხილეთ უფრო ადრე, როდესაც იყო მცდელობა ფულის შემოტანის და რამოდენიმე ადამიანი დააკავეს კიდევაც. და ჩვენ ვიხილეთ ისიც, როგორ დააკავეს სპეცსამსახურების როგორც კი დიახ, ნამდვილად იყო და შესაბამისად იმოქმედა სამართალდამცავ ორგანოებმა. მაგრამ ის რომ ეს რა გრძელდება, ყველა ამას კარგად ხედავთ. მოდი ესე ვთქვათ რა. პირველ რიგში რუსეთი რო ცდილობს, რომ რაც შეიძლება აურიოს საქართველოში მდგომარეობა, ამაში მე მგონი ყველა თავხდებით. რუსეთი რო არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო, ამაში მე მგონი ყველა თავხდებით. ყველამ კარგად ნახეთ, რომ რუსეთს რო არ გამოუვიდა ის რაც ჩანაფიქრიც ჰქონდათ, ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ პირდაპირ ინტერვენციით განეხორციელებინა თავის ზრახვები. არც ეს გამოვიდა, ქართველი ხალხის კონსოლიდაციამ შეუშალა ხელი და აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობამ შეუშალა ხელი, რომ ეს განეხორციელებინა ბოლომდე. მაგრამ ამის შემდგომაც იყო განცხადებები, როდესაც რუსეთის მაღალ ჩინოსნები, რუსეთის ფედერაციის მაღალ ჩინოსნები საუბრობდნენ, რომ მათ არ დაუმთავრებიათ, რაც დაიწყეს და ისინი აგრძელებენ და ისინი დაამთავრებენ. ყოველ შემთხვევაში ამის ცდილობა ექნებათ. შემდგომში ისინი აგრძელებენ, ცდილობენ, რომ ნახონ გზები დაფინანსების საშუალებით, სხვა საშუალებით, რომ
თავისი მიზანს მიაღწიონ. შესაბამისად, ხა როგორ რა უნდა ვთქვა, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები, ოპოზიციის წარმომადგენლები ხდებიან კახა თარგამაძეს. ხა კახა თარგამაძე იქ აქედან როცა წავიდა, ჩვენ მანამდეც საუბრობდა კახა თარგამაძე იმასთან დაკავშირებით, რომ ვინ იყვნენ მისი მეგობრები რუსეთის ფედერაციაში, მას შემდგომ რაც იქეთ გადაბარგდა კახა თარგამაძე, ჩვენ ხო კარგად ხვდებით, რომ ის არ არის იქ, რომ რაღაც ბიზნესმენი არ არის კახა თარგამაძე. კახა თარგამაძესთან შეხვედრის მონაწილეებისა მე ვახსენე უკვე საუბარში გავიხსენე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, ხელისუფლება საუბრობს ნინო ბურჯანაძის მოძრაობის რუსულ ფულთან კავშირზეც. და გადაცხადეს კიდეც მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა საუბარი პინჩუკზე თუ არ ვწდები და პინჩუკი შეხვედრამდეც, როდესაც გაჩეჩილაძის მიერ ოპოზიციისთვის უცხოეთთა ფინანსების მოზიდვაზე იყო საუბარი, მაშინაც გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაში განცხადება ნინო ბურჯანაძის მისამართით და თქვენს კიდეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, რომ ისინი მზად არიან ეს დაადასტურონ ნებისმიერ ინსტანციაში. რო შეხვედრა მოხდა? არა, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთიდან იღებს ფულს. ეს იყო პინჩუკთან შეხვედრამდე. მე ვერ ვიხსენებ ამ ფაქტს, რომ მზად არიან თუ არა დაადასტურონ, არ მახსოვს, ბოდიშ გიხდით, მაგრამ თუ ესეთი ფაქტები არის, ნამდვილად ეს გამომზეურდება და ითქმება საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება კონკრეტულ ფაქტებზე მაქვს მისაუბარი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე შეხვდა პინჩუკს, ეხლა კიდე რომ არ მოვყვე ახლიდან, ყველამ კარგად ვიცით პინჩუკი ვინ არის, რაც წარმოადგენს, ეს ადამიანი არის კრემლისგან მართული ადამიანი, რომელიც ატარებს რუსულ პოლიტიკას უკრაინაში და ვისთან იყო პინჩუკი, ესეც ყველას კარგად გვახსოვს, შეგვიძლია კადრებიც ამოვიღოთ. შესაბამისად, როცა ესეთ ადამიანებს ხვდები, კახა თარგამაძეს, პინჩუკს და ამ შეხვედრას არ ახმაურებდა მალავ, შესაბამისად ისმება კითხვები, როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე ქართული საზოგადოების მხრიდან. როდესაც ადამიანს გაქვს სურვილი რომ იყო პოლიტიკაში, შესაბამისად ვალდებულება იმისი რომ შენი ქმედებები იყოს საჯარო და ხალხს უთხრაღიათ, ეს ვალდებულებები მათ აქვთ. ამაზე ვსაუბრობ მე და თავში რომ დაუბრუნდეთ, რაზეც ვისაუბრეთ თქვენის ნებართვით, რომ ღიათ უნდა ითქვას, მათ შორის ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია. რას აპირებს, რა ფასეულობების მატარებელი არის ეს პოლიტიკური ორგანიზაცია. და არა მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რომ თუ იარსებებს კახა თარგამაძესთან დაკავშირებით რამე სამართლებრივი დოკუმენტი, რომ ის არის დამნაშავე, მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ რა უნდა გავაკეთოთ და მაშინ გახდება გამყრელიძე ჩვენთვის მიუღებელი. და კახა თარგამაძე ვინ იყო? ირაკლი ალასანია ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს, იმიტომ რომ ერთ პერიოდში ისინი იყვნენ ერთი უსაფრთხოების და უშიშროების სისტემის წარმომადგენლები. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ბოდიში მომითხოვია და სირაკლემის პოზაში ყოფნა არ არის სწორი, ჩემს აზრით. ალასანია შემდგომში იყო ამავე ხელისუფლების გუნდის წევრი. კი, ნამდვილად იყო, მე ვთქვი, რომ იმას უნდა ახსოვდეს. კახა თარგამაძე ვინ არის და რას წარმოადგენდა. შესაბამისად, სირაკლემის პოზაში ყოფნა არ არის სწორი, არ არის მართებული, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავისი პოზიცია დაწყებული რუსულ ფულთან დაკავშირებით, დამთავრებული სხვა საკითხებთან მიმართებაში. შესაბამისად, ის საუბარი, რომ ჩვენ არ ვიცით, ეს იმაზე მეტყველებს მხოლოდ რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ვერ მომწიფდნენ და ვერ ჩამოყალიბდნენ. ბატონო ვახტანგ, თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ამის ერთ-ერთი გზა თქვენ საუბარს ვეყნობი. მადლობა. და ამ შემთხვევაში შევთანხმდეთ, რომ კითხვებზე პასუხობს თქვენ და არა მე. თუ კი ვსაუბრობთ ამაზე, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაციას და ამისთვის ერთ-ერთ საშუალებად იყენებს პოლიტიკური ძალების დაფინანსებას. რა გზა აქვს ხელისუფლებას იმისათვის, რომ ეს დესტაბილიზაცია აიცილოს თავიდან? დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს თავიდან აიცილოს, დაწყებული ომით, დამთავრებული სხვა საშუალებებით, რითაც რუსეთი ებრძვის. ამის საშუალება ყველაზე კარგი ჩემის აზრით საშუალება ის არის, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და თვითონ პოლიტიკოსები თავის ქმედებაში იყვნენ გამჭვირვალეები და ღიად საუბრობდნენ თავიანთ რეალურ მიზნებზე. რაც შეეხება ხელისუფლებას არის სპეციალური სამსახურები, რომელიც ამით არიან დაკავებული და მუშაობენ, როგორც სხვა ყველა ქვეყანაში, ასევე ჩვენთან და ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში პარლამენტარების გახლავთ ის, რომ იყოს კანონი, რაც შეიძლება გამკაცრებული ამ კუთხით და რაც შეიძლება გამჭვირვალეს, რომ გახდეს ეს დაფინანსება ხალხისთვის გამჭვირვალე. ბატონო ვახტანგ, მოდი გადავიდეთ სხვა თემაზე, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე. დღეს 9 ივლისია და ზუსტად 3 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც თბილისში დაიწყო მასშტაბური აქციები ოპოზიციის მხრიდან და დღემდე დგას ქალაქის ქუჩებში, კონკრეტულად პარლამენტის შენობის წინ კარვები. აქამდე არაერთხელ ისმოდა ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაისმა დიალოგის ინიციატივა და სხვადასხვა შეთავაზებაც ოპოზიციის მისამართით. დღეს ეს საკითხი აქტუალურად დღის წესრიგში არ დგას. რა გახდა ამის მიზეზი?
რატო არ დგას? ნამდვილად დგას აქტუალური არის ეს თემა და არა მარტო აქტუალური, ამ მიმართულებით მუშაობდა კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადადგმული, დაწყებული საკონსტიტუციო კომისიით, დამთავრებული საარჩევნო გარემოზე მომუშავე და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი. მაგრამ არას ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმართანაც ამაზე, პოლიტიკური ჩართულობა სრულად არ არის უზრუნველყოფილი, ამ შემთხვევაში თავად არა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციიდან გამომდინარე და ხელისუფლების მხრიდანაც მე ამას გულისხმობდი კითხვაში. ისე ხშირად აღარ ისმის დიალოგის შეთავაზება და დიალოგის ინიციატივა. ხომ არ იქნება შთაბეჭდილება, რომ ამ ინიციატივისათვის მოტივაციას ქმნიდა ერთგვარად საპროტესტო აქციები? რა თქმა უნდა, არა. ეს კომისია არ არის დახურული. ანუ შესაბამისად ეს კომისიები, რაც ჩამოთვალეს სამუშაო ჯგუფები და კომისიები, არ არის დახურული მათთვის, კარი ღია არის, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოუერთდნენ და ჩაერთონ აქ მუშაობაში. მოდით ესე ვთქვათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ სისტემურ ცვლილებებზე, ეს ადამიანები საუბრობდნენ, რომ არ არის დაბალანსებული ხელისუფლება, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ მოდი შევქნათ საკონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფი, კომისია, უბრალოდ, რომელიც იმუშავებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ქვეყანა, როგორი უნდა იყოს ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და ამაზე მუშაობა დავიწყეთ. ჩვენ მათ მივეცით ასე ვთქვათ გარკვეული ვადა იმისი, რომ ჩართულიყვნენ თავიდან, სან ველოდებოდით, მას შემდგომ რაც მათი მხრიდან არ გამოითქვა სურვილი და ვინც გამოთქვა სურვილი იმ ოპოზიციური ძალებთან ერთად ჩვენ მუშაობთ ამ კომისიაში, მაგრამ მათთვის კარები ნამდვილად არ არის დახურული არც კომისიაში და არც იმ ჯგუფში, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში. თუ ჩვენ ოდესაც საუბრობთ, რომ არჩევნები არის გამოსავალი, არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა თავხდებით თამაშის წესზე. შეუძლებელია, ხო, რომ თუ ჩვენ არ თავხდებით საარჩევნო გარემოზე და ვამბობთ იმაზე, რომ მისაღებია თუ არ არის მისაღები, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ იყოს საარჩევნო გარემო ყველასთვის მისაღები, იმიტომ რომ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია რომელიც წააგებს, უნდა თქვას, რომ აღიაროს რომ წავაგე და გაგზავდეს ჩვეულებრივად ცხოვრება, ხო? შესაბამისად, ერთი შეთავაზებაც, მეორე შეთავაზებაც ძალაში რჩება, მანამდე კიდე ჩვენი მხრიდან რაც გაჟღერდა, დაწყებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები, ჩვენ ამას ვაგრძელებთ, ვაკეთებთ და ჩვენ ისევე მზათა ვართ, რომ ჩვენი შეთავაზება მინისტრების მოადგილებისთან დამოკიდებულია. რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი იყო დასმული, კომპლექსურად იყო დასმული და არა ისე, რომ ვიღაცას უცებ მოუნდა, რომ გამოიყენოს რაღაც თანამდებობა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, ამისთვის ნამდვილად არ გაკეთებულა ეს შეთავაზება. ეს შეთავაზება გაკეთდა იმის გულისთვის, რომ მათი ჩართულობა, ანუ როდესაც ამბობენ ოპოზიციური პარტიების ჩართულობა ქვეყნის მართვაში და არ არევაში, მართვაში ყოფილიყო შესაძლებელი. შესაბამისად ეს ყველა წინადადება ძალაში რჩებოდა, არის და რჩება კიდევაც, უბრალოდ გაუგებარია, როდესაც ისევე მინდა შევეხო ირაკლი ალასანიას განცხადებას და იმ პარტიების, რომელმაც შექმნეს რაღაც ალტერნატიული ჯგუფი მომუშავე კონსტიტუციაზე, თუ მათ ნამდვილად და რეალურად აქვთ იმის სურვილი, რომ ჩაერთონ და გააკეთონ რამე, აგერ არის კომისია, მობრძანდნენ, როგორც ჩემს წინ გამოსვლელმა ისაუბრა, თვითონ ბალანსიც იქ ისე არის დაცული, რომ ოპოზიციის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება რომელიმე გადაწყვეტილების მიღება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. ჩვენი გადაცემა სამშაბათამდე გემშვიდობებად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.